მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. ახალი წელი მინდა მოგილოცოთ პირველ რიგში, მაგრამ ხომ ძალიან მძიმე ერთი წელი იყო ამ წუთას, როგორც მზიას ადვოკატი ისე შესაუბრებით, რასაკვირველია. ეს ერთი წელი მზიას დაუჯდა ერთწლიანი ტყვეობა. პატიმრობას რანდება არ ვამბობ ხოლმე, იმიტომ რომ ის არის ტყვე და სამართლებრივი რეალიების მიღმა მისი პატიმრობა, ერთწლიანი ტყვეობა, ჯანმრთელობის სერიოზული რყევა, თვალისჩინის პრაქტიკულად დაკარგვა, შიმშილობა, პროტესტი და შეუგუებლობა. მან თავშივე ხომ გახსოვთ განაცხადა რომ არ ვითამაშებ მათი წესებით. აი ეს მისი მრავალთვიანი წამება ამ ხელა გზაზე ტარება თბილისი ბათუმის სასამართლოში მინიმუმ 8-9 საათი გზაში ყოფნა, შემდეგ მინიმუმ ამდენივე საათი მისი ფეხზე დგომა, მისი აი ამ ასე ვთქვათ გალიიდან არ გამოშვება, ყველანაირი გაიხსენეთ მისი პატიმრობის პირველივე დღეებიდანვე როგორ მუშაობდა სახელისუფლებო პროპაგანდა და სახელისუფლებო თანამდებობის პირები მის მორალურ გატეხვაზე, მორალურ დაცემაზე, მოითხოვდნენ რაღაც გაუგებარ, ასე ვთქვათ, მონანიება ასეთი ცნება სამართალში არც კი ვიცი რა არის, მონანიებას, რა ვიცი, ახსარებას ითხოვდნენ და ეს ადამიანი იყო, ესეთი მის წინააღმდეგ იბრძოდა მთელი სახელმწიფო თავისი სახელისუფლებო ინსტრუმენტებით და მთელი თავისი აგიტაცია პროპაგანდით, შავი პიარით. აი ამას გაუძლო მზიამ ამ ერთი წლის განმავლობაში არანაირი უდანაშაულობის პრეზუმპცია, არანაირი სამართლიანი პროცესი, სამართლიანი გამოძიება, სამართლიანი სასამართლო ამ ადამიანს ჩამოართვეს ყველაფრის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობდით, ერთია რას საუბრობ და მეორეა რას გისმენენ. ადამიანს აქვს უფლება მოსმენილ იქნას და არა უბრალოდ ვისაუბროთ და შემდეგ კრება დარჩეს მხიარული, ხომ? ამ ადამიანმა ამას ყველაფერს გაუძლო. გითხარით თავშივე თქვა რომ არ ვითამაშებ მათი წესებით, არ დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას. ეს სამართლებრივი საკითხებია, ან რა ბრალზე თხოვდნენ დათანხმებას, თვითონ რომ შეცვალა სასამართლომ, თვითონ ვერ ჩამოყალიბდა სახელისუფლებო პიარი და ანუ მათ შორის სახელმწიფო იძულების მექანიზმი, რომელი ბრალი უნდა ეღიარებინა მზიას. გახსოვთ, ჯერ ედავებოდნენ, რომ პოლიციელზე თავდასხმა განახორციელა, შემდეგ გადააკეთდა მისი ბრალდება პოლიციელზე წინააღმდეგობად. მოკლედ, ამას გაუძლო მზიამ ერთი წლის განმავლობაში. და დღეს გვაქვს მოცემულობა, იგი ისევ ტყვეობაშია, მისი პატიმრობა თავისთავად ცხადია, პატიმარი არ არის და ტყვე არის, რო გითხარით და სამართლებრივად მას უკანონო პატიმარი ქვია. მისი საქმე უზენაეს სასამართლოშია, საკასაციო საჩივარი უკვე წარდგენილია, პარალელურად სტრასბურგში მიმდინარეობს უკვე კომუნიკაცია ერთ საქმესთან დაკავშირებით, მეორე საჩივარზე ასევე გაგზავნილია, ცოტა ხანში დაეწევა მესამე და შემდეგ სავარაუდოდ მეოთხე ძირითად საქმესთან დაკავშირებით. აი ეს გაიარა მზიამ ამ ერთი წლის განმავლობაში და მინდა გითხრათ, რომ ამ ერთწლიანი ბრძოლის განმავლობაში ის არც ერთ ეტაპზე არ შეგუებია იმ უსამართლობას და უკანონობას, რაც არა მხოლოდ მის წინააღმდეგ იქნა ჩადენილი, არამედ მზიას საქმე დღეს ალბათ კარგი მომენტია, არ ვიცი ეთერი ამის საშუალებას რამდენად მომცემს, ეს საქმე აჩვენებს, როგორ მოქმედებს სახელმწიფოს რეპრესიული აპარატი ერთი დაუცველი ადამიანის წინააღმდეგ. ყველაფერი არის ამ საქმეში ამის დამადასტურებელი, დაწყებული შეთითხნილი ადმინისტრაციული ბრალდებით. ანუ სისტემა, ეს საქმე აჩვენებს სისტემა როგორ მუშაობდა თავისი უკანონობების გასათეთრებლად და ეს უკანონობები შეიფუთა მზიას ბრალდებაში. არაერთხელ მithქვამს, რომ ეს გაწნული სილა არ გახლავთ, სისხლის სამართლის წესით დასჯად იქმედება, არ არის დანაშაული, ყველაზე მძიმე შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაგრამ ყველაზე მთავარი რა მინდა იცით მაყურებელმა გაიგოს კიდევ ერთხელ მზიას წინააღმდეგ ჩადენილ უკანონობებზე ვიღაცამ უნდა აიღოს როგორც მინიმუმ მორალური პასუხისმგებლობა, თორე სისტემამ და სახელმწიფომ აჩვენა, რომ მის წინააღმდეგ ყველა ეტაპზე მოქმედებდა უკანონო. დააბრალეს, აი ის რომ ვითომ პოლიციელს აყენებდა შეურაცხყოფას და თურმე რაღაცა ყურთაბრძოლებში იყო პოლიციელებთან ჩართული მაშინ, როდესაც არსებობს ვიდეო, რის გამო აკავებენ მზიას. ხომ შეუთითხნეს ეს საქმე და ეს საქმე რატომ შეუთითხნეს? იცით, რომ მე ეთქვათ, რომ აი ამის ჩამდენი
ჩვენ ისეთი კარგი პოლიციელები ვართ, აი ამეების ჩამდენი გავან თავისუფლეთ და შემდეგ თავს დაესხა დგებუაძეს ცინიზმი წარმოგიდგენიათ, ანუ დააბრალო ეს ყველაფერი იმიტომ, რომ შენი უკანონობა გააცეთრო და შემდეგ გამოიყენო საშენოდ. ასევე თავად სისხლის სამართლის საქმეს რაც შეეხება, ხომ? არაერთი გამოძიება არ აწარმოა არც ერთი იმ გარემოების გამოძიება, რაც აუცილებელი იყო ამ საქმის გამოძიებისთვის, ხომ? პირიქით, არათუ არ აწარმოა. ყველაფერი იქნა სახელმწიფო ბრალდებამ და სასამართლომ, რომ ეს მტკიცებულებები ამოეღო, დაემალა ამ საქმიდან. მხედველობაში მაქვს რა, თქვენ რა ნახეთ 44 წამიანი ვიდეო, ხომ, სადაც სილა ჩანს, მაგრამ ნებისმიერი გონიერი ადამიანი მიხვდება, რომ იმ კადრს წინ უძღვის რაღაცეები. ჯერავს, რა საკვირველია, ჯერავს ვინმეს რომ აჭარის ტელევიზიას მარტო ეს 44 წამიანი ვიდეო ქონდა. სამწუხაროდ აჭარის ტელევიზიას პროფესიული კეთილსინდისიერებაც არ იყო იმისთვის, რომ საჯარო განცხადებით ეპასუხა, წერილობითი ფორმით ეპასუხა ბათუმელებმა მიმართეს მათ, ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ, რომ აჭარის ტელევიზიას თავისთავად ცხადია ამაზე მეტი კადრები ქონდა, ხომ? სადაც ჩანს მანამდე მზია 1-2 წუთით ადრე როგორ გადათელა პოლიციამ. წიხლქვეშ გაიგდეს, გადაუარეს. ეს ადამიანი ისე დღეში ჩავარდა, გული წაუვიდა არაერთხელ, სასტრაფო გამოიძახეს მისთვის. ეს მტკიცებულებები ამოყარა ბრალდებამ ამ საქმიდან სასამართლოს დახმარებით, რასაკვირველია. აი ასეთი შემდეგი ამავე სასამართლოზე ჩვენ წარდგენილი გვქონდა ამავე საქმეში. ეგრეთ წოდებული დაზარალებულის ბატონი დგებუაძე იქვე როგორ ძალადობს მასზე. პოლიციის შენობაშივე როგორ მისდევს, როგორ აგინებს ემუქრება და ცდილობს ფიზიკურად გაუსწორდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის სასამართლოს სულ შენელებული კადრებით და ფოტო ილუსტრაციებით ვაჩვენეთ ეს მომენტები. და აი ჩვენი პოლიციის სახე ამ კადრში ჩანს, როგორ მისდევს თავად დგებუაძე, როგორ აკავებენ მას, რომ აი ხელით მიწოდა უკვე, აი რამოდენიმე პოლიციელი იჭერს, რომ იქვე ეზოში არ გაუსწორდეს ფიზიკურად, როგორ აგინებს, როგორ ემუქრება და მის გვერდით მეორე პოლიციელი როგორ აფურთხებს იქვე მზია ამაღლობელს. აღარაფერს ვამბობ, უკვე დაკავების შემდეგ პოლიციის შენობაში განხორციელებულ არა სათანადო და არა ადამიანურ მოპყრობაზე, სადაც მას ასევე აკავებდნენ ეგრეთ წოდებულ დაზარალებულს, იმიტომ რომ არ გასწორებოდა იქვე და სადაც მას ასევე აგინა და აფურთხა. და ვთქვათ, ელემენტარული ადამიანური საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალება არ მისცეს. აი ამეების ჩამდენი სახელმწიფოს არავითარი მორალური უფლება არ აქვს ილაპარაკოს რაღაცის მონანიებაზე და შენდობაზე. ამიტომ დღეს მე თუ მკითხავთ, არის შანსი ვიღაცა მაინც და არსებობს ამის ინსტრუმენტები, ვიღაცა მაინც აიღოს მორალური პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მიერ ჩადენილ სისტემურ უკანონობებზე, რომელსაც სახელმწიფო მიზანმიმართულად ჩადიოდა მზია ამაღლობელის საქმეში და ჩადის კიდევ. სხვა ამბავია, რომ ჩვენ ამ უკანონობებზე ვიდავებთ იქამდე, ვიდრე ყველა ეს ქმედება არ იქნება შეფასებული. ამ ქვეყანაში, სხვა ქვეყანაში, ამ ხელისუფლების პირობებში, სხვა ხელისუფლების პირობებში ხანდაზმულობის ვადები ამისთვის არსებობს, მაგრამ დღეს ვიღაცამ უნდა აიღოს მორალური პასუხისმგებლობა მზია ამაღლობელის, როგორც ადამიანის გათელვისთვის, შეურაცხყოფისთვის, მისი მორალური განადგურების მცდელობისთვის, მისი მხედველობის დაკარგვისთვის და მისი უკანონო პატიმრობისთვის. მინდა რომ ეხო რახან თქვენ ამაზე ისაუბრეთ, რომ აი ეს რაღაცა უხერხულობას უქმნით, რომ აი რა გახდა, ხომ ეს სილა. აი მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ეს მარტო რა გახდა სილა არ არის, ამიტომ დავიწყე. ეს არის მზიას წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი უკანონობები. ეს რა გახდა სილა, პრობლემის გამარტივებაა. ჩვენ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ უკანონობებზე ვლაპარაკობთ. იმ დღეს პოლიცია ძალადობდა არაერთი მომიტინგის მიმართ. იმ დღეს პოლიცია ძალადობდა მზიას მიმართ. პოლიციამ შეთითხნა უკანონო ბრალდებები მის წინააღმდეგ. ამ უკანონო ბრალდებებზე სასამართლომ გადაწყვეტილებები მიიღო, იმიტომ რომ შემდეგ სისხლის ბრალდებები გაემართლებინა. სახელმწიფომ დამალა არ გამოიძია თავად აი მზიას წინააღმდეგ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ეპიზოდები თუ საჯარო სივრცეში თუ შიგნით. ამის თქმა მინდა, ანუ ეს მარტო ეხა სილა ხო კარგი რა გახდა ეს თემა არ არის. ეს არის სახელმწიფოს მიერ ჩადენილი მიზანმიმართული უკანონობები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მხარდაჭერა, მოკითხვა და სოლიდარობა ქალბატონ მზია ამაღლობელს. დღევანდელი ჩვენი ეთერი 4-ზე ამით დასრულებულია. ერთმანეთს 6-ზე შევხვდებით დროებით.